ვიმყოფებით დროის კადრებში ეკა ბერიძესთან და ჩვენ YouTube-ზე ვართ. დღეს ვისაუბრებთ იმ გზაზე, რომელიც ერთი უბრალო ბიჭის ისტორიად დაიწყო და ყველას გულებამდე მიაღწია, სადაც მოიპოვა დიდი სიყვარული. ჩემი საავტორო გადაცემის სტუმარი გახლავთ ყველასთვის საყვარელი ხელოვანი, ქუჩის მუსიკოსი, მომღერალი და მხატვარი საბა საფარელი. გამარჯობა საბა, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. როგორ ხარ? მოგესალმები ეკა, მივესალმები შენს მაყურებელს, შენს მსმენელს. გილოცავ ახალი გადაცემის დაწყებას. მადლობა. მე ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ შენი და შენი გადაცემის და მინდა დიდი წარმატება გისურვო. და ძალიან დიდ მადლობას გიხდი საოცარი წარდგენისთვის. დიდი მადლობა შენ მობრძანებისთვის. ვიცი რომ ძალიან ესეთი კეთილშობილი მისიით ხარ ჩამოსული თბილისში და ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვუამბოთ ჩემს მაყურებელს. რამ ჩამოგიყვანა დღეს თბილისში? არ ველოდი, საერთოდ ნაკლებად ვსაუბრობ ხოლმე ასეთ რამეზე, მაგრამ რა კი, შენ საჭიროდ თვლი, გავაჟღეროთ მაშინ. მე ვეწვიე მოხუცებულთა პანსიონატს და მათთვის ვიმღერი. არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, მაგრამ იმდენად რამდენადაც თითოეული მათგანი დამემშვიდობა მადლიერებით და მითხრეს რომ ისინი იყვნენ ბედნიერები ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც არ გახლავთ ქართველი, რუსულად მითხრა დამშვიდობებისას, რომ ძალიან ვნანობ რომ აქამდე არ ვიცოდიო თქვენს შესახებ და არ გისმენდითო, ეს დაკარგულ დროდ მიმაჩნიაო და მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ნათქვამია. არაერთი კეთილშობილური საქმე გაგიკეთებია და საქველმოქმედო კონცერტებიც ჩაგიტარებია და ეს ძალიან დიდი ადამიანური თვისებაა. მართლაც საოცარი ადამიანი ხარ. მადლობა უფალს. ძალიან აბედნიერებს შენ ამ ადამიანებს ასეთი შენი კეთილი საქმეებით. საბა, რადგან ჩემი სტუმარი ხარ, აუცილებლად უნდა შემოგთავაზო ღვინო. როგორც ქართული ტრადიცია გვასწავლის სტუმარმა სპინძლობა ერთ-ერთი ჩვენი ესეთი სავიზიტო ბარათია და ჩვენ აქ გვაქვს წარმოდგენილი ვაინლენდის მიერ შემოთავაზებული ღვინო, რომელიც ჩვენი გადაცემის სპონსორია. ეწვიეთ ვებსაიტს და შეიძინეთ ღვინო. ყველა კადრი რაღაცას გვასწავლის. საბა, უდაოდ შეიძლება ითქვას, რომ დღეს შენ საკმაოდ ცნობილი ადამიანი ხარ და წარმატებას მიაღწიე, რომელიც არაფრისგან შექმენი. ხატავდი, როდესაც არ გქონდა ფუნჯები. ყველანაირ საშუალებას იყენებდი. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად 5 პერსონალური გამოფენაც კი მოაწყე. დადიოდი ფორტეპიანოსა და გიტარაზე, თუმცა არ გქონდა ინსტრუმენტები, მაგრამ შენ გადასარევად უკრავ ახლა ორივე საკრავზე. უდაოდ მოიპოვე ხალხის სიყვარული და მინდა უამბო ჩვენს მაყურებელს, როგორ მიაღწიე აი ამ წარმატებას, რამდენად რთული გზა გაიარე, სანამ აიხდენდი შენს ოცნებას. გვიამბე შენი გზის შესახებ. არ ვიქნები ძალიან დრამატული, ბევრი სირთულე იყო და მაინც ვეცდები რომ პოზიტიურ ჭრილში და ძალიან ზომიერად თხლად შევეხები სირთულეებს, რომლებიც შემხვდა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შევწირე, გზას რომელიც ავირჩიე, თუ რომელმაც ამირჩია ჭირს გარჩევა, იმიტომ რომ მე იმთავითვე ხელოვან ადამიანად დავიბადე თავიდანვე. ეს განსაზღვრული იყო და ყველა მიცოდა საით წავიდოდი. რომ მე აუცილებლად მუსიკაში ვიქნებოდი, რომ მე დავხატავდი, სხვაგვარად არ ვარსებობ უბრალოდ, მე ხელოვნების გარეშე არ ვარსებობ ეკა, მაშინაც კი, როდესაც მე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მსახურობდი, იქ ყოველდღე ვხატავდი, რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, გიტარა თან მქონდა და გიტარასთან ერთად უფრო ხშირად ვხედავდნენ ვიდრე ავტომატთან და მონასტერშიც კი, სადაც ვიყავი სამორჩილე, წინამძღვარი ბოლომდე მიწყობდა ხელს და რომ მე ძალიან არ გამჭირვებოდა იქ, ვუკრავდი და ვმღეროდი მონასტერში გიტარით და ასევე დამაწყებინა მახსოვს მუშაობა ერთ-ერთ სოფელში, სადაც თვითონ რელიგიას ასწავლიდა სკოლაში, მე იმ სკოლაში გიტარაზე დაკვრას ვასწავლედი ბავშვებს
და ეს იყო საოცარი ხელის შეწყობა მისი მხრიდან, იმიტომ რომ ის ხვდებოდა რომ მე ხელოვნების გარეშე არ შემიძლია. ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ და მე მას ძალიან ვემადლიერებ, იმიტომ რომ მონასტერში ცხოვრება არ არის მარტივი ხელოვანი ადამიანისთვის. ნუ ადრე თუ გვიან მე იქიდან წამოვედი, მაგრამ მე მას ძალიან ვემადლიერებ. ეს მონასტერი იყო საფარა? არა, ეს იყო ჭულები. სადაც მე მონასტრის წევრი ვიყავი და საფარა უკვე არის მონასტერი, სადაც სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი 4 წელი. და აქედან მოდის შენი ფსევდონიმი, აქედან როგორც მოდის ვიცი, ჩემი ფსევდონიმი. ერთხელ კიდევ რომ მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს, შენი ნამდვილი გვარი არის მაისურაძე. კი, მაგრამ მხოლოდ ამით არ არის განპირობებული, რადგან საფარის სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი, მხოლოდ მაგით არ არის განპირობებული ჩემი ფსევდონიმი. მე საფარის სასულიერო სემინარიამდე პირველი ჩემი შეხება საფარის მონასტერთან უკავშირდება, როდესაც მამამ იმუშავა საფარის ეკლესიის იატაკის განახლებაზე. მაშინ ვიყავი 4 წლის და დავყვებოდი ყოველ დღე, დავყავდი. დიდი ისტორია გაკავშირებს ესე იგი და მონასტერთან. საფარის მონასტრის წინამძღვარი მსვამდა ტრაპეზზე თავში, სუფრის თავში, მაღალ სკამზე. ეს ჩემი ერთ-ერთი კეთილი და ტკბილი მოგონებაა. მერე უკვე 8 წლის ასაკში მივყავარ მონასტრის წინამძღვარს და დედასთან შეთანხმებით მნათლავს ამ ტაძარში, საბაგანწმენდილის სახელობის ტაძარში და მერე უკვე ბევრი წლის მერე ვიწყებ როგორც სტუდენტი იქ ცხოვრებას და იქ სწავლებას. და აქედან მოდის შენი პირველ ფსევდონიმი ლექციაზე, საფარელი. კი, პირველ ლექციაზე, როცა დავიწყეთ სწავლა, შემოდის ლექტორი და გვეუბნება, რომ გილოცავთ, თქვენ დღეიდან ყველანი საფარლები ხართ. და აი იქიდან დაიწყო ეს ჩემი ფსევდონიმის ასე შესესხორცება. მე ავიღე ფსევდონიმად, ოღონდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება. ამაზე რომ აი რა დავირქვა და რაღაც ეს ასე მოხდა. თავისთავად მოვიდა. საბა, მუსიკას რომ ფერი კონდეს, შენთვის რა ფერი იქნებოდა? ძალიან მაგარი კითხვა. აუცილებლად წითელი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ წითელი ფერი არის ძლევამოსილების და სიძლიერის გამომხატველი, საოცარი ძალა აქვს. ვიღაცისთვის რატომღაც ცოტა აგრესიასთანაც ასოცირდება, სხვათა შორის სადღაც ამოვიკითხე, რომ სიყვარულის და ვნების სიმბოლოც არის. ვნებით სავსე არის ზოგადად სამყაროც და მუსიკაც შესაბამისად, სულიერებითაც და არა მარტო ვნებით. რატომ არის ჩემთვის წითელი მუსიკა? მუსიკას ხომ ძალიან დიდი ძალა აქვს. მუსიკას ზემოქმედების ისეთი უნარი გააჩნია, რომ შეიძლება ადამიანს მას შესწევს ძალა, რომ ადამიანი გადაარჩინოს. და როგორი ძალაც გააჩნია წითელ ფერს, ასეთი ძლიერი და კიდევ მეტად არის მუსიკა. ახლა აუცილებლად მინდა რომ გთხოვო შეგვისრულო რაიმე მუსიკალური ნომერი. ასე ექსპრომტად, მე არც კი მიფიქრია რა შეიძლება რომ შევასრულო, მაგრამ დიდი სიამოვნებით. Kucha kucha gardaka daviarebi Ragardebi mkhonia raiarebi Nedavratom risgamo nedavristvina Davejdili წერილი მომდის საყვარლისგანა იაიებს როგორც ხილებს ქარი მიბნევს ნება გაფრენილა სიხმაწვილე სიჯაბუკეც მემალება დარი მეავდარება მე ავდარიც მეტარება შენთან ყოფნა მენატრება და მედარდება ტირის ჩემი არაღანი ბევრი ციტირა
ნედაო რატომ რის გამო ნედაო რის თვინა თვით არ ვიცი ამ გულმა რისთვის ითვინა უკანასკნელ წერილს ავწერს საყვარლის თვინა იაიებს როგორც ღილებს ქარი მიბნევს ნება გაფრენილა სიღმაწვილე სიჯაბუკეთს მემალება დარი მე ავდარება მე ავდარიც მე დარება შენთან ყოფნა მენატრება გამედარდება დიდი მადლობა ამ საოცარი ნომრისთვის. საბა, სიყვარულზე რა აზრის ხარ და ვინმეს ეკუთვნის თუ არა შენი გული, მინდა გკითხო. თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა. ჩემი გული სავსე არის სიყვარულით, სხვანაირად როგორ შეიძლება ვერც დახატავ, ვერც დაწერ, ვერც იმღერებ. მაგრამ ასე კონკრეტული ობიექტი და სუბიექტი არა, ნამდვილად არა. ხელოვნების სიყვარულით არის სავსე ჩემი გული და ადამიანების. დიახ. მინდა ერთ სენსიტიურ თემას შევეხო. მე ვიცი, რომ დედა შენთვის არის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და ძალიან ისეთი ემოციურია ხოლმე შენთვის ამ თემაზე საუბარი. გვიანბე დედაზე გვესაუბრე თუ შეიძლება. აი ეს შენი დამოკიდებულება დედის მიმართ როგორია? ალბათ ყველა ნორმალური ადამიანისთვის უძვირფასესია ყველაზე მეტად დედა, რა თქმა უნდა, რამხელა ბედნიერება რომ მაღლა ღმერთი არსებობს და მიწაზე დედა. დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, ვერც ერთმა პოეტმა და ვერც ერთმა ჰომეროსის ენა რომ მქონდეს, მაინც ვერ ვიტყვი მე ისეთ ხოტბას დედას ვერ შევასხავ, მაგრამ მე უბრალოდ ძალიან ჩვეულებრივად უბრალოდ გესაუბრები, დედა განსაკუთრებული ადამიანია ჭეშმარიტად. არა მარტო იმიტომ, რომ დედა განსაკუთრებული ადამიანია თავისი პიროვნებით, თავისი ცხოვრებით, თავისი სულიერებით, მარტო ერთს გეტყვი და საკმარისი იქნება, რომ დედას არ ჰყავს განაწყენებული ადამიანი. ასეთი ადამიანი არ მოიძებნება, არ არსებობს უბრალოდ. ესე ლამაზად და სწორად ცხოვრობს და დედას დამსახურება არის ნამდვილად თუ დღეს ჩემზე იციან, თუ მისმენენ, თუ მიყურებენ, ეს არის დედას დამსახურება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაჭირვება და პრობლემა იყო ოჯახში, დედა მაინც ახერხებდა რაღაცნაირად და მამაც რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც დედა იყო ძალიან მოწადინებული, რომ ჩემთვის ხელი შეეწყო და მე მაინც მევლო იმ 7 წლებში, სადაც მივიღე ეს მუსიკალური განათლება, ვეტარებინე საესტრადო სასწავლებელში, გიტარაზე და ხალხურზე, ყველაფერზე დედას დიდი მონდომებით იყო, რომ ეს ხერხდებოდა. რაც შეეხება იმას, რომ ძალიან ემოციური და სენსიტიურია ჩემთვის ეს ამბავი, ალბათ ის რომ დედას აღარ აქვს მხედველობა, დიდი ხანია, 15 წელია უკვე და ამან თავდაპირველად გამოიწვია ის, რომ მე აღარ ვხატავდი. იმიტომ რომ დედა იყო ყოველთვის ჩემი პირველი შემფასებელი. კი, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და დიდი ხანი მე აღარ ვხატავდი. მაგრამ ეს ტკივილიც ისევ ხატვით დავამარცხე მოგვიანებით. ხატვასაც მინდა შევეხო. ფუნჯების გარეშე ხატავ. კი. და მე მგონი 3000-ზე მეტი ნამუშევარი გაქვს შექმნილი, ხო? ამის ბევრი ვიდეო დევს ჩემს სოციალურ ქსელში და იციან. სხვათა შორის არ შეეროდათ და ერთხელ პირდაპირ ეთერში დავხატე. ტელევიზიაში. მაგაზე არ მფიქრია, თორემ აქაც შემოგთავაზებდი. მასტერკლასი რომ ჩაგეტარებინა. ქუთაისზე ხარ შეყვარებული და ასოცირდები ქუთაისთან. აი რატომ აირჩიეს ქალაქი? მოგვიყევი შენი დამოკიდებულება ქუთაისისადმი და რას ეტყოდი ახალციხელებს?
საინტერესო კითხვაა ძალიან. მაყურებელს საიდან შევახსენებ, დავიწყო? რომ საბა გახლავთ ახალციხიდან, თუმცა ძალიან უყვარს ქუთაისი და უკვე მრავალი წელია ახალციხეც, რა თქმა უნდა. შენი თუ არ ქუთაისშიც. გიყვარს, სხვას ვერ ხო. შეიყვარებ, უბრალოდ ეს მინდოდა კი, მომესმინა მე შენგან, მინდა რომ კონკრეტულად გავაჟღერო ერთი რადგან რამ. ბოდის გიხდი, მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო, ახალციხეში ვიყავი და ძალიან ესეთი კეთილშობილი ადამიანისგან მოვისმინე გულის ტკივილით გამოთქმული სიტყვები, რომ საბა ჩვენ აღარ გვკადრულობს. აი ამის მიმართ მინდა რომ მიმართო ახალციხელებს შენი დამოკიდებულება და შენი აზრი რომ მე მესმის გააცნო. ამ ადამიანის. ეს მარტო ჩემი მისამართით არ გამოთქმულა და იციან ხოლმე ასე თქმა ადამიანებმა, ვიცით, მოდი ასე ვიტყოდ. ეს არის ძალიან, რა თქმა უნდა, ცრუ წარმოდგენა, ასე არ არის არანაირად. მე ერთი თვის წინ ჩასული ვიყავი რაბაცის ციხეზე, ჩემი ინიციატივით ჩავწერე ჩემი ქალაქის შესახებ, ჩემი ქალაქის ისტორიის შესახებ და რაბაცის ციხის შესახებ, ჩემს შვილთან ერთად ძალიან საყვარელი პატარა მოკლე ვიდეო ფირი შევქმენი. ჩემი ინიციატივით ეს ხო არ ყოფილა ვიღაცისგან ან თხოვნა ან შეკვეთით. მე მიყვარს ჩემი ქალაქი, თუ შენი არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ. იქ ვისწავლე მე ყველაფერი, რაც ვიცი, იქ დავეუფლე, იქ განმოვლე ბევრი წელი, 32 წელი ვიცხოვრე მე ჩემს ქალაქში და ბევრი კარგი მოგონება მაქვს. უბრალოდ მე მინდა გამომარტო, რომ ხელოვანისთვის პატარა ქალაქი არის ჩარჩო და ციხე. განსაკუთრებით ქუჩის მუსიკა იქ იყო სრულიად წარმოუდგენელი და ჩემთან წარმატება მოვიდა ქუჩის მუსიკით სწორედ და ქუჩის მუსიკის ქალაქი რა მაინც არის დედაქალაქი. დიდი თბილისით ქალაქი. დაიწყე. კი, თბილისში დაიწყო ჩემი წარმატება. დიახ, რატომ მოგივიდა აზრად, რომ ქუთაისში გადასულიყავი და იქ დამკვიდრებულიყავი? რატომ აირჩიე ქუთაისიო? უნებლიეთ, იმიტომ რომ ჩემი შეხედულებები, ჩემი თვისებები, ჩემი ხასიათი ძალიან გავს და თანხვედრაშია იქაურ დამოკიდებულებებთან. სხვა შემთხვევაში მე იქ არ მომინდებოდა გადასვლა და იქ ცხოვრება. ალბათ მე უფრო ვარ იმერელი, ჩემი განწყობით, ჩემი თვისებებით დედა ხომ იმერელი მყავს კაპანაძე და უფრო ახლოს არის იმერელ შენთან. ხალხს საოცრად ვეწყობი კომფორტულად და ჰარმონიულად ვარ მათთან. ძალიან კარგი. მე ვნახე, ვიმყოფებოდი შენი სიმღერების კლიპის პრეზენტაციაზე ქუთაისში და ვნახე მათი დამოკიდებულება შენდამი, მათი სიყვარული. უსაზღროა და საოცარი მეგობრები ყავს, მოვიკითხავ ყველას აქედან. მადლობა შენ და ეს ამისთვის. მართლაც უნდა დაიმსახურო, რომ უცხო ქალაქის მაცხოვრებლებმა ასე შეგიყვარონ და გვერდში დაგიდგნენ. მე გავითავისე ეს ქალაქი, ოღონდ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ჯერ ვერ ამოვწურე. ქუთაისი არის ამოუწურავი. მართლა, აი რაც დრო გადის ვხვდები, რომ ეს არის ამოუწურავი ქალაქი თავისი კულტურით, თავისი ისტორიით, თავისი იმ საოცარი იუმორით, სტუმართმოყვარეობით, გასაოცარი ხალხი ცხოვრობს ქუთაისში. ჩემთვის ამ ადამიანებთან ურთიერთობა არის ინსპირაციის და შემოქმედების უსაზღვრო წყარო. ორჯერ გქონდა მოკლე პერიოდში ზედიზედ კლიპების პრეზენტაცია ივლისში და სექტემბერში, ხო? და მექნება დეკემბერში. და დეკემბერში კიდევ გეგმავ. ორივე შემთხვევა გქონდა კინოთეატრ საქართველოში, ქუთაისის. აი რატომ მაინც და მაინც კინოდარბაზი და რატომ არა სხვა სცენა დავუშვათ? აი რატომ მიანიჭე უპირატესობა კინოდარბაზს? სხვადასხვა ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული არის სხვადასხვა რამ. აი ზოგჯერ გინდა რომ ვთქვათ, იმაზე იმუშაო და იმ მიმართულებით გაისარჯო, რომ საღამო გააკეთო და იმღერო შენი მსმენელისთვის. ასე წარსდგე და არის მომენტი, როდესაც შენ იმდენად შენთვის მნიშვნელოვანი ხდება ის, რაც შენ შექმენი, რაც შენ გააკეთე იმ ეტაპზე და ამ შემთხვევაში ეს იყო ის სამი ულამაზესი კლიპი, რომელზეც იმუშავეს სამმა ნიჭიერმა ადამიანმა.
და მინდა რომ მათ დიდი მადლობა გადავუხადო, ესენი არიან ლევან ამბროლაძე, ლევან ცერცვაძე და აგიო ჩორჩანელი. სამივე კლიპი არის წარმატებული და ძალიან მინდოდა რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან, ხარისხში მეყურებინებინა, ხარისხში მემეწოდებინა, იმიტომ რომ კინოში სხვა გახმოვანება, სხვა გამოსახულებაა და მეტად აღიქვამენ შენს ნამუშევარს. გასაგებია. საბა, აუცილებლად მინდა შენი ერთადერთი ვაჟის შესახებაც ვისაუბროთ. მოგვიყევი შიოს შესახებ. რომელსაც უკვე ყველა შენი გამომწერი იცნობს და აურაცხელია რაოდენობა შენი გამომწერების, ხო? რამდენია ეს იზრდება, რაც მთავარია ყოველდღიურად, ამ წუთში არ ვიცი. მოკლედ, რა შემიძლია ვთქვა შიოზე? რთულია შვილზე საუბარი დამეთანხმები. ბედნიერი ვარ, ეს შემიძლია ვთქვა, რომ შიო მყავს და ვიცი რომ მისთვისაც მე ვარ ბედნიერების წყარო. უსაზღვროდ დიდი არის ჩვენ შორის ემოციური კავშირი და მე მას საოცრად ვგრძნობ, არ მჭირდება მან მე მითხრას ყველაფერი. ვგრძნობ ყოველთვის მის განწყობას, მის სულიერ მდგომარეობას. ძალიან პოზიტიური კაცია, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვერ ვცხოვრობთ სუბიექტური თუ ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, ვცდილობ შეძლების დაგვარად გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, რომ მაინც მოვახერხო და გავატაროთ ხოლმე ერთად რამდენიმე დღე, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს 2-3 კვირა ზაფხულობით განსაკუთრებით. ძალიან პოზიტიური ადამიანია, ძალიან თბილი ადამიანია და მაგარი კაცია. მიხარია რომ ასეთი დამოკიდებულება გაქვს, თუმცა სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობთ და ალბათ მაინც ხშირი შეხვედრა არ გიწევთ, მაგრამ აი ეს ემოციური და მამაშვილური გრძნობა ჩვენ შორის არ წყდება. არც უნდა შეწყდეს. მე მინდა ასევე შეგეკითხო ჯესის შესახებ. ტაქსა, რომელიც შენი ცხოვრების, არ ვიცი, განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორია ძაღლთან ერთად ცხოვრება? ჯესისთან ერთად, მოდი ასე ვიტყვი. ცოტა უფრო გლობალურად რო შევეხო ამ საკითხს, შეიცვალა ცხოვრება. აი გარემო ხო იცვლება დრო და შესაბამისად დამოკიდებულებები და დღეს უკვე არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ძაღლი არ ჰყავს სახლში. ამას მინდა ხაზი გავუსვა, ეზოში კიდე სხვა. აი სახლში რომ ჰყავთ ძაღლი, ასეთი ოჯახი არის უკვე თითქმის ყოველი მეორე საქართველოში და მე ამ ადამიანების მიმართ მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა, იმიტომ რომ მგონია რომ ძაღლი ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ თავი არ ვიგრძნოთ მარტო ამ სამყაროში. იმიტომ რომ კი, მე ბევრი მეგობარი მყავს, საოცარი მეგობრები, რომლებსაც დიდი სიყვარულით მივესალმები და მოვიკითხავ შენი გადაცემიდან. ძაღლს აქვს თავისი ის ფუნქცია, რომელსაც ადამიანი ვერ შეცვლის. ჩვენ ძაღლთან ურთიერთობა, ძაღლთან ერთად ცხოვრება გვაბედნიერებს და რაც შეეხება ჯესის. მე მგონი მარტო აღარ არის ახლა ჯესი, ხო? ახლა უკვე ჯესის შეემატა რონიც, ტაქსა, ასევე რონიც ტაქსაა? კი. უბრალოდ ძუ და უკვე ხვადიც მყავს და მათი ურთიერთობის ყურება ხო საოცრებაა. როგორი სიტყვა აქვს ერთმანეთში და კიდე ჩემს მიმართ როგორი მოლოდინი და დამოკიდებულება აქვს, მე რომ გავდივარ და როცა ვბრუნდები. მოკლედ, ტაქსებთან ერთად ვცხოვრობ და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ 3 შვილის მამა. ერთის ვიყავი და უკვე 3-ის ვარ. ხო. ეს უკვე დიდი ტვირთია. კი, დიდი პასუხისმგებლობა და მიხარია ძალიან, რომ ჩემს შვილს ძალიან უყვარს ჩემი ტაქსები. საბა, საით მივყავართ ოცნებებს? შენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ. ოცნება ხო ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის, ისევე როგორც იმედი, ისევე როგორც რწმენა. ალბათ ბედნიერებისკენ, იმიტომ რომ ოცნების ახდენა ადამიანს აბედნიერებს, წარმატება ადამიანს აბედნიერებს და ოცნება ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა მატერიალური კატეგორიების ცნება, უფრო ყოველთვის უკავშირდებოდა სულიერ აღმაფრენას, ის რაც მე მომანიჭებდა სულიერ განცდებს, პოზიტიურს და ჩემი ოცნებების უმეტესობა მე ავიხდინე. კი, მაგრამ
არის კიდევ რა თქმა უნდა და სანამ ცოცხალი ვიქნებით, ყოველთვის გამუდმებით იბადებიან ეს ოცნებები და ჩვენ თანდათან მათ ვიხდენთ. ოცნებებს მივყავართ ბედნიერებისკენ, ოცნებების ახდენას. მე მინდა გისურვო ოცნებების ახდენა ნამდვილად და ბედნიერი მინდა რომ იყო. ულევი წარმატება ყოველგვარ შენ საქმიანობაში და კარიერაში. და გადაცემის დასასრულს მინდა რომ ერთი კიდევ გვიმღერო. დიდი სიამოვნებით და სიყვარულით შენ და შენს მაყურებელს. ირიბად დავა ჩემი ლანდი ბარბაცით დამდე ცასისხლის ფერად შეიღება როგორც სიარა ჰომეოდესმე მოვიბარა თოვლის ფერვარდებს და შენ სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანა ჰომეოდესმე მოვიბარა თოვლის ფერვარდებს და შენ სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანა შენ სავალბილს გავყვები მარტო მინდვრად დაგიკრე ფერად ყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით კარგო ატმის ხეები რომ იყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით კარგო ატმის ხეები რომ იყვავილებს თვითონ ვინა ვარ ის არ ვიცი ვინ უნდა მგავდეს უნდა ვიჯდე და მარტოობა ჭამდეს მთლიანად ვერასოდეს მოვიპარა თოვლის ფერვარდებს ვერც თავს მოვიკლავ შენ სახლის წინ ვარდებიანად ვერასოდეს მოვიპარა თოვლის ფერვარდებს ვერც თავს მოვიკლავ შენ სახლის წინ ვარდებიანად შენ სავალბილს გავყვები მარტო მინდვრად დაგიკრებ ფერად ყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით კარგო ატმის ხეები რომ იყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით კარგო ატმის ხეები რომ იყვავილებს ატმის ხეები რომ იყვავილებს